გამარჯობა, პირდაპირ ეთერშია საზოგადოებრივი პოლიტიკური ток-შოუ არჩევანის დრო, რომლის ეთერი დღეს არჩევნებში ჩართული 4 პოლიტიკური სუბიექტის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაეთმობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე 10 დღით ადრე შევეცდები მათი პასუხები მოვისმინოთ საარჩევნო გარემოზე, ურთიერთბრალდებებზე და მიზნებზე, რის გამოც ისინი საარჩევნო მარათონში ჩაერთვნენ. Ამ თემებზე სასაუბრო დღევანდელ გადაცემაში დებატის ფორმატში სტუმრად მოვიწვიეთ ბონდო თედორაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გიორგი თუშმალიშვილი, კოალიცია ქართული ოცნება, თამას დუმბაძე, ნინო ბურჯანაძე, ერთიანი ოპოზიცია და ვახტანგ მითაიშვილი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს გზა. ბატონებო, მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმრები. პირველი შეკითხვით კი გადავალ ვახტანგ მითაიშვილთან. ვახტანგ, თქვენ რამდენიმე დღის წინ გააპროტესტეთ ის, რომ თქვენი მერობის კანდიდატი საარჩევნო პლაკატებს აზიანებდნენ და ამაში დაადანაშაულეთ მმართველი კოალიციის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი. რა გაძლევდათ ამ განცხადების გაკეთების საფუძველს, იქნებ გვიპასუხოთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს. ბატონ ლაშა, მე ეს განცხადება გავაკეთე, განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ ფაქტები იყო, ფაქტები იმის იყო, რომ ბატონი გოჩა გუგუნავა საარჩევნო პლაკატზე გადაგრული იყო ბატონ გიორგი ერმაკოვის პლაკატი და ეს იმის მანიშნებელია, რომ ძალიან ეშინია ხელისუფლება იბრძვის ბინძური მეთოდებით, იმ ბინძური მეთოდებით, რომელი მეთოდებითაც იბრძოდა ნაციონალური მოძრაობა და აქედან გამომდინარე მე მინდა გითხრათ, მე მოგიყვანეთ ფაქტები. როდესაც საუბრობთ ვახტანგ მეთოდებზე, გარდა ამ ფაქტებისა, ხომ არა გაქვთ რაიმე კონკრეტული ფაქტები კიდევ რომ ისაუბროთ ეთერში? ლაშა ბატონო, ერთ გეტყვით, რომ კონკრეტული ფაქტები, რა თქმა უნდა, არის ასევე ის მეთოდები, რომ ადმინისტრაციული რესურსი მუშაობს გიორგი ერმაკოვის სასარგებლოდ და შეიძლება ეს ჩვენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მოვიყვანთ უფრო ფაზაში რო შევალთ რა, მაგალითად რო იქნება დარჩენილი არჩევნებამდე 5 დღე, 4 დღე დავალოდოთ ბატონოლაში თუ შეიძლება და ჩვენ ამ ყველაფერს მოვიყვანთ, არ ვიჩქაროთ. ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ ასეთი ფაქტები არსებობს რეალობაში, იგივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების. ძალიან ბევრი და გოჩა გუგუნავას გუნდი და ჩვენ მთელი გუნდი, ასე რომ ვთქვათ, ვიბრძვით სუბთად ჭეშმარიტად, აი როგორც ბათუმლებს ეკადრება, აი როგორც გამოსულ ქალაქელ ბათუმლებს ეკადრება, ისე ვიბრძვით, მარათონში ვარ ჩართული და აუცილებლად გასაგებია თქვენი პასუხი. გიორგი, თქვენ რას უპასუხებთ? თქვენ წარმოადგენთ დღეს კოალიცია ქართულ ოცნებას, აქედან გამომდინარე თქვენ მოისმინეთ თქვენი პოლიტიკური ოპონენტის მიერ ბრალდებები. არის თუ არა ეს საფუძვლიანი? გამარჯობათ, მოგესალმებით პირველ რიგში ბატონ ლაშა, მივესალმები ჩვენს მსმენელს. მე მინდა კიდევ ერთხელ უთხრა ბატონ ვახტანგ მითაიშვილს და მის გუნდს, რომ ჩვენ არ დავსდეთ ჩვენს ოპონენტებს უკან და რა თქმა უნდა არ უხერთ არც თავის საარჩევნო პლაკატებს და არც მიზან მიმართულად არ ვაკრავთ თავის საარჩევნო პლაკატებს და ჩვენს პლაკატებს. გაიხსენოს ამ ადამიანებმა ჩემი განცხადება, მე განცხადება გავაკეთე დაახლოებით 3-4 დღის უკან და ვთქვი, რომ თუ აქვთ ამათ ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ რომელიმე ახალგაზრდა აკრავს გოჩა გუგუნავას პლაკატზე გიორგი ერმაკოვის პლაკატს, წარმოადგინონ ეს ვიდეო მასალა და მე გავცემ ამაზე პასუხს. თუმცა მხოლოდ ვიდეო მასალა რატომ ასეთ შემთხვევაში რომ იყოს ეს ფოტო მასალა ან დაუშვათ ადგილზე მისვლით შეიძლება ელემენტარულად ამ ყველაფრის გადამოწმება, ხომ? ჩვენ ვარ ძალიან ბევრი ფაქტის მომსწრე, როდესაც ერთი კანდიდატის პლაკატზე არის გადაკრული მეორე კანდიდატის პლაკატი და ასე შემდეგ. თქვენ თუ გქონდათ ცდილობა ეს ყველაფერი ან პირადად ან თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს გადაგემოწმებინა? გეტყვით ეხლა, მოხდა ამის გადამოწმება, როდესაც ჩვენ ახალგაზრდებმა გავაკარით საღამოთი პლაკატები დაახლოებით 50-60 პლაკატი თუ არ ვცდები ჩამოხსნილი იყო ახალაკრული, ანუ მას აქვს იმის შენარჩუნება, რომ სხვა პლაკატზე გადაეცეფოს ჩვეულებრივად. აქედან გამომდინარე ვიღაცა მისარგებლა ცუდი განზრახვით და მიაკრა ჩვეულებრივად მას პლაკატებზე, მეტი არაფერი. ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ოპოზიციაშიც ვიყავით და მაგრამ დღეს ვართ ხელისუფლებაში. ჩვენ პირველ რიგში გმოვდით იმას, რომ ესეთი ფაქტი არასდროს არ ყოფილიყო და არასდროს არ ყოფილიყო ესეთი პრეცედენტი. მაგრამ როგორც აცხადეს ბატონი ვახტანგ მითაიშვილი იმას, რომ მიზან მიმართულად კეთდება ჩვენი მხრიდან მათ
პლაკატებზე, ჩვენი პლაკატების გადაკრა ეს უბრალოდ სასაცილოა და ამაზე შეიძლება პასუხით არ უნდა გავცეთ. გასაგებია თქვენი პასუხი. მე ისევ მეორე სტუდიასთან გადავდივარ შეკითხვით ბატონ თამას, დიდი მადლობა იმისთვის რომ ხარ ჩვენი სტუმარი. თქვენი პოლიტიკური გუნდის შემთხვევაში როგორ არის ამ კუთხით საქმე, არის თუ არა ხელი შეშლის ფაქტები თქვენს მიერ დაფიქსირებული და ქონდა თუ არა მცდელობა ეს ყველაფერი გაგერკვია დაუშვათ იგივე თქვენს ოპონენტებთან, როგორც დღეს ბატონი ვახტანგ მითაიშვილი თავის ოპონენტთან, ბატონ გიორგისთან არკვევდა. დიდი მადლობა კითხვისათვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო წვევისთვის. ეს იყო ესეთი შემთხვევები, სადაც ხელვაჩაურში მურმან ბერიძის პლაკატზე გადააკრა პირდაპირ ქართული ოცნების წარმომადგენელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა მურმან ბერიძის პლაკატს. არის კულტურის სახთან ფონდში ესეთი სიტუაცია, მურმან ბერიძის პლაკატზე გადაკრული არის ერმაკოვის პლაკატები. ნაწილობრივ კიდე ნაციონალების პლაკატებიც არის გადაკრული. ეს ჩვენ ძალიან გვავიწროებს ესეთი სიტუაციები. ხშირად ვხედავ, რომ ნაციონალური და ქართული ოცნების წარმომადგენლები მურმან ბერიძის პლაკატებს და მაჟორიტარი დეპუტატის პლაკატებს ანადგურებენ და ხევენ. გასაგებია თქვენი პასუხი ბატონ ვონდო, თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე? აქ პლაკატები არის ერთ-ერთი დაუშვათ კომპონენტი, როდესაც არჩევნებზე ვსაუბრობთ, ხომ არ არის სხვა ფაქტებიც ასევე ხელი შეშლის და რამდენად თანაბარია დღევანდელი საარჩევნო გარემო თქვენი ახალგაზრდების თვალით დანახული არჩევნებამდე 10 დღით ადრე. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებლებს. რაც შეეხება საარჩევნო პლაკატების და საარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ესეთი ფაქტები ფიქსირდება ჩვენთან ახლა კერძოდ ქობულეთში შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი გამგებლობის კანდიდატის პლაკატზე გადაგრული არის ქართული ოცნების პლაკატები, მაგრამ აქ მე მინდა დავძინო, რომ ეს საარჩევნო პლაკატებით ბრძოლა და ასე შემდეგ კი გარკვეულ ნაწილზე მოქმედებს დაუშვათ იგივე რეკლამის და პიარის თვალსაზრისით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არჩევნებს უფრო სხვა თემა იგებს და ამაში დიდ პრობლემას ვერ ხედავ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს უფრო ბავშვური თამაშია და არა სერიოზული მიდგომა და რაც შეეხება იმას, რომ წეგან ბატონმა ვახომ თქვა, რომ როგორც ნაციონალები აკეთებდნო, მე მინდა ვთქვა, რომ გონი ფაქტებით დასტურდება ნაციონალები როგორ იგებდნენ არჩევნებს და როგორ აღწევდნენ წარმატებას და მე მინდა ვთქვა, რომ ეს არც ერთ შემთხვევაში არ არის. თქვენი შეფასებით მარტო პლაკატებია და პლაკატებზე გადაკრა დღეს პრობლემა? არა. მარტო პლაკატები არ არის, იქ პრობლემა არის დაუშვათ იგივე ახალგაზრდებთან და მიმართებაში, ახალგაზრდა აქტივთან მიმართებაში იგივე პატარ-პატარა მუქარები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეგ არაუშავს. ასე თემებზე ყოველთვის მიდის ზოგადი საუბარი. ჩვენ საბედნიეროდ ადამიანები ყოველთვის საუბრობენ ამ თემებზე ზოგადად. კონკრეტული ფაქტებით საუბრის შემთხვევაში შეიძლება ეს გარემო არ იყოს ისეთი, როგორცაც თქვენ ახასიათებთ. და რატომ არ შეიძლება რომ ვისაუბროთ თუნდაც ამ დაშინების ფაქტებზე? ეს ადამიანები დადიოდნენ და ჩემს თვალწინ ხედნენ იმ პლაკატებს და ახალგაზრდობას ემუქრებოდნენ გალახვით და ცემით და დაჭერით. ეს იყო წარსულში, გიორგი. წარსულში რა არის? ეს ვისაუბროთ რა ხდება? ნაციონალურ მოძრაობას გამოვასწორებთ 10 წლიან მომავალში? ნაციონალურ მოძრაობას გამოსასწორებელი მიდუმედეს ახლა ქართული ოცნების არც არაფერი არ ჭირს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი, რომელიც იდეოლოგიაზეა დაფუძნებული და ჩვენი კონკრეტული უბრალოდ რომ მითხრათ, აი რა იდეოლოგია შეიძლება ჩვენი კონკრეტული გეგმა გვაქვს, რომლის ფარგლებშიც მოქმედებთ და რომლის ფარგლებშიც ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას. ასე რომ ვთქვათ, ეხა იგივე პლაკატებთან დაკავშირებით გვაქვს დასურათებულიც გვაქვს, ეს ყველაფერი გადაღებულია და ასე შემდეგ, ამაზე მიმდინარეობს ეხა მუშაობა, მოყვება ამას ყველაფერს კონკრეტული რეაგირება. რაც შეეხება დაშინებას, ფაქტებს, იმის რომ დაუშვათ ვისზე კონკრეტულად და ასე შემდეგ, ეხა კონკრეტულ სახელდაგვარებს არ დავასახელებ, მაგრამ საბედნიეროდ მინდა ვთქვა, რომ დღესდღეობით ჩვენი გუნდი არის ის გუნდი, რომელთანაც დაშინების და მუქარის მეთოდი არ მოქმედებს და ამიტომ ისევ მეორე სტუდიასთან გადავალ შეკითხვით ვახტანგ. რატომ მიიღეთ თქვენ პირადად გადაწყვეტილება, რა იყო თქვენი მიზანი, როდესაც მიდიოდით პოლიტიკაში და ზოგადად იქნებ ისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, ახალგაზრდები, როდესაც მიდიან თქვენი თანამებრძოლები
ადამიანები, რომლებთან ერთად დღეს თქვენ აკეთებთ საერთო საქმეს, მათი მიზანი რა იყო, როდესაც მოდიოდნენ პოლიტიკაში. იქნება ამაზე ისაუბროთ და ეს ხომ არ იყო დაუშვათ, რომ გვითხრათ კარიერისკენ, კარიერის გაკეთების სურვილით გადადგმული ნაბიჯი. დიდი მადლობა კითხვისთვის, მშვენიერი კითხვა, ამაზე კი პასუხობთ ასე, რომ საერთოდ პოლიტიკა. ამას გეკითხებით იმიტომ, რომ ზოგადად ისე ხდება, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჩართულია წინასაარჩევნო პერიოდში, რაღაც პოლიტიკურ პროცესებში და შემდეგ უკვე ისინი ტოვებენ პოლიტიკურ აქტივობებს. თქვენ შემთხვევაში როგორ იქნება? ჩემ შემთხვევას გეტყვით, ახლა მოდი თავიდან დავიწყოთ ყველაფერი. პირველ რიგში მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ საერთოდ ახალგაზრდებს და კონკრეტულად მე ჩემ შემთხვევას გულისხმობ. ახლა პოლიტიკა მომაკითხა სახში, ანუ რაც ხდებოდა ქვეყანაში, რაც დანერგა წინა ხელისუფლებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ. დავიწყოთ იქედან 2004 წელს ეკლესიის დარბევა ყველა წელს, ანუ რეჟიმი იყო არტიმართლმადიდებლური, რეჟიმი იყო სასტიკი, უსასტიკესი რეჟიმი იყო და უსასტიკეს პირობებში გვიწევდა ჩვენ, ასე ვთქვათ, ცხოვრება ახალგაზრდებს, იმიტომ რომ პირველ რიგში ახალგაზრდები ქნიან ქვეყანაში, ამით ქვეყანაში ფონდს და აქედან გამომდინარე ყველა ახალგაზრდა მე ვფიქრობ უნდა ჩართულიყო ბრძოლაში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ჩვენ ქვეყანას ასე ანადგურებდა. კი, ბანალურია, მაგრამ ეს ესე ხდება და ეს ფაქტებია და ლაშე ბატონო, იმას გეტყვით, რომ კარიერა, რა თქმა უნდა, კარიერაცაა, იმიტომ რომ არ მოვიტყო, იმიტომ რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში რასაც აღწევს, კარიერაზეც ფიქრობს. ხო, ეს ცხოვრებისეული მომენტია ადამიანის ცხოვრებაში. ამით იწყება ყველაფერი და ამით სამწუხაროდ ნინო ბურჯანაძესთან ვერ შედგა პოლიტიკური კარიერა. ნინო ბურჯანაძესთან პოლიტიკურ კარიერასთან ეს იყო რეპლიკა თქვენი ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ კარიერასთან მე გეტყვი შენ? იმიტომ გადავდგი მე ეს ნაბიჯი და წამოვედი, იქ ჩემი მეგობრები არიან. სიმართლე თქვი თვითონ ნინო ბურჯანაძის პარტია ესე რა ვთქვათ რა დატოვა. კი, სიმართლეს ამბობ, აბა როდის იყო ვიყო, ამიტომ მივცეთ საშუალება. ნინო ბურჯანაძის პარტია მე დავტოვე, იმიტომ რომ ნინო ბურჯანაძე შეუერთა ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას, შედგა მათი ალიანსი და მე ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ვაიგივებდი ნაციონალურ მოძრაობასთან, ანუ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ჩემი გადმოსახედიდან გაიგივებული არის პირველ რიგში, ანუ სატელიტია ნაციონალური მოძრაობის იყო და ეხლა არ ვიცი და აქედან გამომდინარე მე მაგათ ვებრძოდი და იმ პარტიის გვერდით ვერ დავდგებოდი, ვინც ასე რომ ვთქვათ, ვინც ნაციონალებთან იყო ასოცირებული. ამიტომ დავტოვე, წამოვედი, მივედი გოჩა გუგუნავასთან, პირადად კონკრეტულად მივედი გოჩა გუგუნავასთან, იმიტომ რომ ჭეშმარიტი ბათუმელია, კაი ბათუმელია, გოჩას ახება არ ჭირდება ტელევიზიით ყველაფერი იცის მაგის შესახებ და მინდა გოჩა გუგუნავასთან ერთად მივახციოთ წარმატებას, არა მარტო ჩემთვის, რა თქმა უნდა, არამედ ქალაქისთვის, იმიტომ რომ ქალაქს ჭირდება ქალაქელი მერი, ასე რომ ვთქვათ და არა ისეთი მერი, რომელიც მუშაობდა სტრუქტურებში. ანუ რას გულისხმობთ? სამუშაო გამოცდილება მე თქვენი აზრით არ უნდა კონდეს ვახტანგ? როგორ? სამუშაო გამოცდილება ადამიანს, რომელიც შეიძლება მერი გახდეს, არ უნდა კონდეს? სამუშაო გამოცდილება როგორ არ უნდა კონდეს? სამუშაო გამოცდილება გიორგი ერმაკოს რა თქმა უნდა ოღონდ მას გამოცდილება აქვს არა სამუშაო გამოცდილება უნდა კონდეს მერს რა თქმა უნდა იყოს ჩამოყალიბებული პროფესიონალი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და თან იყო 1992 წლიდან 2012 წლამდე ის გახდათ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ასე თქვა კითხულობდა ლექციებს და როცა 2007 წლის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში არ დაგავიწყეს ბატონო ვახტანგ. ხო ვიცი და დამამთავრებელი. არა, დაასრულო უბრალოდ. გეტყვი, მოდი ერთი სამი გითხრა. აქ ზოგადად მიდის ლაპარაკი, აქ ზოგადად მიდის ლაპარაკი ქალაქ ბათუმზე. და ამ შემთხვევაში მაგითო მოვიყვანე მე ბათუმი და ერმაკოვისთვის მე ამცალია. არა, ძალიან ბევრი ბათუმელი ახალგაზრდა სწავლობს შემოვახტანგ. თუ გაინტერესებს თბილისში, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ძალიან ბევრი ბათუმელი ახალგაზრდა სწავლობს და თქვენ აუცილებლად გასცემთ მას ახალგაზრდა საფოს გიორგი ერმაკოვის გვერდში დგომა. ეს იცოდი, თუ ხარ ბათუმელი უნდა ვიცით ვახტანგს დაასრულო საკუთარი აზრი. ვახტანგ გისმენთ? რომ ელაპარაკო. არავინ არ გასცემს. ხო და იმას ვიძახი რომ 2092 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა გიორგი ერმაკოვი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. და სად იყო გიორგი ერმაკოვი 2007 წლის 8 ნოემბერს, როცა სააკაშვილი ჯავათება დაარბიეს შოთა რუსთაველის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოგიხსენებათ იქ მუცელი მოეშალა ორ სულ გოგოს, ლექტორები გალახეს. აი მაგაციებზე ჩვენ ვიძეკით, ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, ჩემ მეგობრებთან ერთად, ვინც იბრძოდა. ვინც სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური პარტია? როგორ? ვინ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად მე, ჩემ თავზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. დიმიტრი ჭეიშვილზე,
არა მარტო იმაზე, ცოტნიან ბატონ ცოტნიან ანიძეზე, სულ ყველაზე, მაშინ ჩვენ ვიბრძოდით იმ პირისისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ და ეს ჩვენ ერთად ვიყავით, ჩვენ მოვაწყეთ. მაშინ მაგი აქცია და ჩვენ დაგვარბიეს სასტიკად და სად იყო მაშინ გიორგი ერმაკოვი, როცა დღეს აი ჭრელი პეპელასავით კარგი, გასაგებია ვახტანგ, თქვენი შეკითხვის აზრი გასაგებია, ბატონ გიორგი, უპასუხებ თუ არა მის შეკითხვებს და მე მინდა მე შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. არა, მის შეკითხვას ახლა ბოლოს რაც გაჟღერდა, შემიძლია თქვა ის რომ გიორგი ერმაკოვი ძალიან პროფესიონალი არის თავისი საქმის, არის ძალიან ბრძენი ადამიანი, ჭკვიანი, სამოდროულად. ის როგორც შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ასწავლიდა, ისევე ივან ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ასწავლიდა და მე მინდა ყველა მიცოდეს და ძალიან ბევრი ბათუმელი სტუდენტი სწავლობს. მაგრამ ნაციონალი არ იყო. ნაციონალი არ იყო. არ იყო ნაციონალი. შენ მე მომიტანე ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი ან ფოტოსურათი, სადაც გიორგი ერმაკოვი ან ვიღაცას ურწყავს, ან ვიღაცა ან სიტყვაზე თქვა 5 ნომერი მაისური აცვია შენაირად და ასე შემდეგ და ქუჩაში ხალხს არბებს. შენაირად გიორგი, მოდი გადავიდეთ შეკითხვაზე, რომელიც ვახტანგს დაუსვი წეღან. რა იყო თქვენი მიზანი, როდესაც გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა, თუმცა ამ შეკითხვაზე სანამ მიპასუხებთ, დღეს რჩებით თუ არა თქვენ იმ თანამდებობაზე, რომელიც გეჭირათ არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე და ასრულებთ თუ არა პარალელურად პოლიტიკურ და უშუალოდ სამსახურეობრივ მოვალეობას. კი ბატონო, გახცენთ ამაზე პასუხს აუცილებლად. მე 1 აპრილს დავწერე განცხადება, წამოვედი სამსახურიდან. მე მუშაობდი მთავრობის აპარატში, პროტოკოლის დეპარტამენტში. დიახ. საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს, ესე რომ ვთქვათ, მთავრობასთან, ან წამოსული ვარ სამსახურიდან, დავწერე შეუმებრებად, მომაწერე ხელი და გამანთავისუფლდეს. კი ბატონო. სანამ სამსახურიდან წამოხვიდოდით და სანამ დღევანდელ მარათონში ჩაერთვებოდით, მანამდეც იყავით. ეხლა ვეკითხვის ბატონო, რა იყო თქვენი მიზანი დაუშვათ ის რომ დაუშვათ სამსახური გეპოვნა. ანუ მე მაინტერესებს ზოგადად, როდესაც ახალგაზრდები მიდიან პოლიტიკაში და როდესაც პოლიტიკური სიტუაცია ზოგადად ქვეყანაში არის არამდგრადი, რა უბიძგებთ ასეთ შემთხვევაში? აი, თქვენ ხართ სამაგალითოები ამ შემთხვევაში და თქვენ უნდა გავცეთ პასუხი, რა იყო თქვენ შემთხვევაში ამ ყველაფრის, რა იდგა ამ ყველაფრის უკან, მაშინ როდესაც თქვენ მიდიოდით. მე როდესაც პოლიტიკაში წავედი, როდესაც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა თავის გუნდთან ერთად ესე თქვა პოლიტიკური წინსვლა, ქართველების გადარჩენა, ქართული ერის გადარჩენა, ჩვენი ენის, მამულის და სარწმუნოების გადარჩენა და შენარჩუნება, როცა დაიწყო. რითი მილიარდებით? მილიარდებით, რატომ? მილიარდები რა შუაში არის? მილიარდები თუ გაინტერესებს, მიშა სააკაშვილმა წაართვა ხალხს და გაიქცა და ბიძინა სად გაიქცა? სად წაართვა? სად წაართვა? ვის წაართვა? ყველა თუ გაინტერესებს, ყველაზე მინიმუმს გეტყვი. ყველა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართულ ამას, მაგრამ 65 მილიონი დაჯდა ამბანის კოშკის საშენო. 65 მილიონით უბრალოდ შეიძლებოდა ჭავჭავაძის ქუჩა პარალელურად, რასაც ყოფს, ანუ გორგ და ჭავჭავაძე, უпростоრად აქეთ ხარეს ძველ ბათუმს და ესე როგორც ეძახიან ნაციონალური მოძრაობა გარეუბანი ჭაობით, ჩემი აზრით არ არის გარეუბანი. ბათუმია და უნდა იყოს ცენტრი მთლიანად აჭარის. აქედან გამომდინარე მათი გზების მოგვარება შეიძლებოდა, საკანალიზაციო მილების მოგვარება შეიძლება. ინფრასტრუქტურის განვითარება შეიძლება სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსების გაკეთება. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. გასაგებია, მაგრამ უბრალოდ პასუხი გავეც. მე იმიტომ მოვედი, უпростоრად იმიტომ ჩავერთე ამ მოძრაობაში, ქართულ ოცნებაში, კოალიცია ქართულ ოცნებაში და იმიტომ ვარ დღესდღეობით ხელისუფლებაში და იმიტომ წარმოვადგენ ხელისუფლების გუნდს. ნაციონალური მოძრაობა დღისით მზისით დამერწმუნება ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ის გიყურებს ტელევიზიით. ახალგაზრდობას ხოცავდა ქუჩაში. მიდიოდა ბიზნესის ტერორი. ღამე, დღე მნიშვნელობა არ ქონდა, უარდებოდა ჩვენს თანამოქალაქეების სახში, აწიოკებდნენ. ყავს ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი. თქვენი თანამშრომელი არის ერთ-ერთი ცოტნე ანანიც. ძალიან ბევრი პრობლემის ქვეშ დადგა საქართველოს. ჩვენ დავდექით იმ პრობლემის ქვეშ, რომ ჩვენი აჭარის მთიანი რეგიონიდან საერთოდ ახალგაზრდობა დაიცალა და მოგეხსენებათ თურქეთში არიან წასულები და თხილსეკანი და ზოგი ჩაიშიმუშეს. აი ეს გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ. პოლიტიკური გუნდის მოსვლიდან თითქმის 2 წელი გავიდა უკვე. კი ბატონო. ამ გადასახედიდან თქვენ ნაბიჯს მე თუ შეიძლება ერთ-ერთ სლოგან შევახსენებ ბატონი ბიძინას ხომ არ გიფიქრია ბავშვად არის პოლიტიკური ფიგურა რაღაც დავამატებ ძალიან ფოტოში აუცილებლად გექნება თქვენ ამის ერთი ამის ნაციონალებს უნდა ჩემი აზრით ნაციონალურ მოძრაობას უნდა მიცეთ 5 წუთი მეტი არ ჭირდებათ ამათ რა 5 წუთი უნდა მიცეთ არა რამდენს მივცემთ ჩემი გადასაწყვეტი იმიტომ რომ გადაცემის წამყვანი მე ვარ და მე გადავწყვიტავ თქვენ შეკითხვაზე მივახცევთ ეხლა და მე გადავალ უკვე
ბატონ ბონდოს. პირველ რიგში ანუ ჩემი მხრიდან მე რასაც ვხედავ რა გაკეთა. ყველაზე მინიმუმიდან დავიწყებ მე თვითონ საიდან ვითარდება ახალგაზრდა. მშობიარობა უფასო არის. ბაღები უფასო არის. სკოლაში როდესაც მიდის ახალგაზრდა, მას სახელმძღვანელები უფასოა. იყო დაახლოებით 17 ფაკულტეტისა უпростоრად სპეციალობა, რომელიც გახდა 20-ზე მეტი. უფასო არის. უნივერსიტეტს აღარ აკონტროლებს ძალოვნები, ესე რომ ვთქვა, სტრუქტურა. სტუდენტი, ნებისმიერ სტუდენტი რო შევძანდეთ შოთა რუსაველის უნივერსიტეტში, ანუ ეს გაძლევთ საფუძველს, რომ იყოთ ამ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, მე ვზრუნავ, იმიტომ რომ თითეული ახალგაზრდა ბათუმში, თითეული ახალგაზრდა მნიშვნელობა არ აქვს, სკოლის მოწაფე იქნება თუ სტუდენტი იქნება თუ არასტუდენტი იქნება. მე მინდა მათ უთხრა, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და მე მინდა უთხრა ყველას. რა გაკეთდა ქუჩაში ვისი დავდივარ თავისუფლად და ისიც ყველაზე დიდი პლუსი არის ბატონ ლაშა. როდეში გაწყვეტინებთ რომ ჩვენ აი ამ სტუდიაში ვზივართ დღეს ახალგაზრდები და აი ამ თემას განვიხილავთ. რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც ბებია ჩემი არ დაბრუნდება იმ ქვეყნიდან, ისე არ დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობა. ამას გადაწყვეტს თვითონ ამომრჩეველი და ქართველი ამომრჩევლები გადაწყვეტენ. ჩვენ შემდეგი შეკითხვით გადავდივართ თამაზ დუმბაძესთან. თამაზ, თქვენ შემთხვევაში რა იყო რამდენად დღეს გამართლებულად თვლით თქვენს გადაწყვეტილებას, როცა წახვედით პოლიტიკაში და იქნებით თუ არა პოლიტიკაში არჩევნების შემდეგ, როგორც უკვე ვისაუბრეთ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოდის და მიდის პოლიტიკიდან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ კითხვის დასმისათვის. ჩემი მიზანი იყო ის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდას უჭერს დღესდღეობით ბათუმში. არაფერი არ აქვს საშუალება იმისათვის, რომ ახალგაზრდას პერსპექტივები ქონდეს და გამოვიდეს ასპარეზზე. როცა მოვიდა 1 ოქტომბერს ოცნება, ბევრი ოცნება დაპირდა ხალხს, მაგრამ არაუსრულეს. ერთ-ერთი ოპოზიციური ძლიერი ძალა ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია და ამიტომ მივედი ნინო ბურჯანაძეს პარტიაში და გავწევრიანდი იმისათვის ჩემს ახალგაზრდობას ჩემ ბათუმელ ახალგაზრდობას მინდა რომ გვერდზე ამოვუდგა და ყველაფერი ისე იყოს როგორც ბათუმს და ბათუმელებს ჭირდება. გიორგი 7 ნოემბერზე თუ გინდა მეგასაგები გასაგებია ბონდო თქვენ შემთხვევაში რა მოხდა იმიტომ რომ მართლა მაინტერესებს რატომ მიდიან ახალგაზრდები პოლიტიკაში მაშინ როდესაც როგორც უკვე ვთქვით ქვეყანაში არ არის მდგრადი რაღაც პოლიტიკური სიტუაცია თვითონ ლიდერებიც იცვლებიან როტაციის რაღაც მექანიზმი აქვს შემუშავებული ძალიან ბევრი ლიდერი პოლიტიკური რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში უყურებდით იგივე 2012 წლის არჩევნების შემდეგ იგივე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წავიდნენ პოლიტიკიდან და ამ დროს მოდის ახალგაზრდა რატომ აი თქვენ შემთხვევაში რა მოხდა მე ჩემს ოპონენტებთან დაკავშირებით ასე რომ ვთქვა ცოტა უფრო ხანგრძლივი გამოცდილება მაქვს პოლიტიკაში ასე რომ ვთქვა დიდი ხანია ჩართული ვარ პოლიტიკაში ბატონ გიორგის თორო თუ დაამთავრებინებს და არ ჩამეჭრება შუა საუბარში უკეთესი იქნება სიამოვნებს ის რომ განსხვავებით სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებთან რომელიც ახლა დღეს ოპონირებას გვიწევთ ჩემთან არავის არ აქვს თქმელი რომ ანუ რომელ პარტიაში იყავი იმ პარტიაში იყავი ამ პარტიაში იყავი თუ ასე შემდეგ მე ვიყავი ნაციონალურ მოძრაობაში რჩები ამ გუნდის წევრი და ვაგრძელებ ამ გუნდთან ერთად ბრძოლას იმისთვის რომ გაგრძელდეს ის შეჩერებული ახალგაზრდული პროექტები მე სხვათა შორის აქ მეგონა რომ უფრო სხვანაირად ვილაპარაკებდით ახალგაზრდების პრობლემებზე და ვისაუბრებდით იმ შეჩერებულ პროექტებზე რომელიც შეჩერდა და გაჩერდა და ასე შემდეგ ახალგაზრდულ პროექტებზე აუცილებლად ვისაუბრეთ ჩემი მომავალი შეკითხვა შემდეგი შეკითხვა დიახ მე ბატონო ახოს მინდა უთხრა ახოს გასაგონად მინდა ვთქვა რომ ცოტა ბანალური საუბარია რომ ახალგაზრდებს კლაუდენ გვახჩობდნენ და ასე შემდეგ მე ხა პირადად ბატონო ახოს არ ვიცნობ მაგრამ ალბათ აუცილებლად ექნება უმაღლესი განათლება მიღებული ვახო მითაიშვილს ის უმაღლესი განათლება რომელი უმაღლესი განათლება და რომელი განათლების სისტემა სწორედ იმ დროს დაინერგა როცა ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ხელისუფლებაში და სხვათა შორის ჩემი ოჯახის მაგალითზე მინდა ვთქვა რომ 2002 წელს როდესაც ჩემი დააბარებდა უნივერსიტეტში დაპლუსებული სიები შეუტანეს უნივერსიტეტში და უკვე 2004 წელს სრულიად დამოუკიდებლად არავისთვის ერთი ლარი რო არ გადამიხდია ისე ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში და სამწუხაროდ ეს ახალგაზრდები იმაზე არ საუბრობენ თუ რა იყო კარგი რა გაკეთა კარგი რა უნდა ყოფილიყო როგორ უნდა გაგრძელებულიყო და ასე შემდეგ რომელიც თქვენი პოლიტიკური გუნდის მოღვაწეობის პერიოდში გატარდა იმან გიბიძგათ რომ წასულიყო კი ბატონო აუცილებლად და რატო რჩები და რატო ვაგრძელებ ამ გუნდთან ერთად ბრძოლას ბატონმა გიორგიმ თქვა რომ თურქეთში მიდისო ჩვენი ახალგაზრდობა და ასე შემდეგ მე ამაში სულს დაუშვათ ვერ ვხედავ იმ ხრივ რომ
ადამიანმა უნდა იშრომოს აუცილებლად და შრომით უნდა ორი ლუკმა პურის ფული იშოვოს, ხო, დაუშვა. ყველას არ აქვს ეხლა არც უმაღლესი დამთავრებული არც ასე შემდეგ და ყველას არ აქვს იმის ფუფუნება რომ იყოს ან საჯარო მოხელე და ან ასე შემდეგ ფიზიკური შრომა სირცხვილი არ არის და ყველამ უნდა იშრომოს იმისთვის საკუთარი თავი ირჩინოს. მით უმეტეს ახალგაზრდა. მე მივესალმები ახალგაზრდებს, რომლებიც ორიენტირებული არიან და არ ცხვენიათ ასე რომ ვთქვა და ბირჟაზე დგომას ურჩევნიათ რომ იმუშაონ ფიზიკურად და ასე შემდეგ. ბატონმა გიორგიმ ის არ ახსენა რომ კარგი დაუშვა ჩვენ დროს თურქეთში მიდიოდა ახალგაზრდობა და მუშაობდა, მაგრამ ჩვენ დროს მიდიოდა ერთი წუთი მოსახლეობა შეკავთ შეცდომა. დავამთავრებ გიორგი ერთი წამს. შეცდომაში თუ შემდგარ შენ ახსენი შემდეგ. წინა ხელისუფლების პირობებშიც და ახლა ზოგადად გამოკითხვებით მსჯელობა ამ შემთხვევაში არის მძიმე და სოციალური თემატიკა არის ყველაზე პრობლემური. კი ბატონო, ჩვენ ის რაც მძიმე იყო იმას არ გაურბივართ და მაგაზე ვისაუბრებთ, მაგრამ მე რა მინდა ვთქვა ბატონ გიორგის მინდა შევახსენო ბიძინა ივანიშვილის იმ მრავალი დაპირებებიდან, რომელიც იყო ერთ-ერთი თუ არა მთავარი ახალგაზრდების დასაქმება და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა და ასე შემდეგ და როდესაც ის აჭარაში ვსტუმრობდა პირდაპირ განაცხადა, რომ არც ერთი ახალგაზრდა აღარ წავა საშრომად თურქეთში, მაგრამ დღეს თავად დაადასტურა გიორგი, მე არ მინდოდა ამ თემაზე შევხებოდი, მაგრამ თვითონ დაადასტურა, რომ მე დავადასტურე, მაგრამ აუცილებლად რომ მისი პოლიტიკური გუნდის შედეგია დღეს. თქვენი კოალიციის საარჩევნო პროგრამაში რამდენად არის ახალგაზრდული საკითხები, ახალგაზრდული პროექტები, პროგრამები გათვალისწინებული და რას უნდა ელოდოს ამომრჩეველი იმ შემთხვევაში თუ მათი უმრავლესობა თქვენ დაგიჭერთ ხარს. კი ბატონო. იგივე შეკითხვა მექნება ყველა ჩვენ სტუმართან, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ფაქტობრივად აქ მოსული კანდიდატები, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ერთხელაც არ უსაუბრია არავის იმასთან დაკავშირებით თუ როგორ არის წარმოდგენილი მათ საარჩევნო პროგრამებში ახალგაზრდების დასაქმების, იგივე სწავლა-განათლების და ასე შემდეგ პროექტები. პირველ რიგში გეტყვით, რომ ძალიან აქტიურად მუშაობს სპორტის და განათლების სამინისტრო თბილისში, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი პროექტები, რომლებიც ეხლა რა თქმა უნდა მიმდინარეობს პარალელურად, ჩვენს გვაქვს ბათუმში სპორტის და ახალგაზრდული დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს მერაბ ნაგერვაძე, კალენდარული პროექტები ჩამოწერილი ჩვეულებრივად, ანუ ეტაპობრივად, რომელიც ხორციელდება ღონისძიების თვალსაზრისით და არა მარტო ღონისძიების თვალსაზრისით. ეს ერთი. მეორე, მე მინდა ვთქვა და ძალიან კაფიოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ ვიწყებთ უპრეცედენტო საქმეს, რომელიც იქნება სტუდენტებისთვის პირველ რიგში ეს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე თუ ისევ საქართველოში მთლიანად, ვინც კი სწავლობს აბსოლუტურად უმაღლეს სასწავლებელში, თითქმის ყველა ახალგაზრდას და სტუდენტს შეიძლება რომ გაიაროს სტაჟირება. ეს სტაჟირება სად? ეს იქნება მუნიციპალიტეტები, ეს იქნება მერია, ეს იქნება სამინისტროები, ეს იქნება მთავრობა, ისეთ ადგილ, კერძო ანუ მიზანი რა იქნება? ეს უპრეცედენტო შემთხვევა აქამდე სტაჟირება არსებობდა. სად იყო? ერთი წამი, 80% ახალგაზრდობა დაჭერილი ყავდა ნაციონალურ მოძრაობას. ეს ერთი. მეორე 20% ის იყო დარჩენილი, იქედან ამოვიღებ კიდე 15% იყო ის ახალგაზრდობა, რომელიც ახლა ჩართული არის თავიდან ბოლომდე მთლიანად ამ ესე ვთქვათ პოლიტიკურ ასპარეზში. ეს არის ქართული ოცნება. არის 5% ყავს ნაციონალურ მოძრაობას, ის ახალგაზრდობა, მე ახლა ცუდად არ მინდა რომ გამომივიდეს, მაგრამ ფაქტის სახეზია. ეს 5% ახალგაზრდობა საქმდებოდა, სტაჟირებასაც გადიოდა, ნიუ-იორკშიც მიფრინავდნენ, ამსტერდამშიც, ბერლინშიც, ყველგან ისვენებდნენ. დანარჩენი 80%, ზოგი დაჭერილი იყო, ზოგი პრობაციონერი არის. ეს ძალიან დღეს არ არიან ეს ადამიანები. ეს ხალხი დაახლოებით, როდესაც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, მე მგონი თქვენ ძალიან კარგად გახსოვს ციხის კადრები. როდესაც მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში თავის გუნდთან ერთად, თქვენ მე მგონი ნახეთ როგორ გაიქცა ციხის კადრები და როგორ გამოვიდა ახალგაზრდა შტაბეშილება რომ 15% არის თქვენთან, 5% არა, მე გეუბნებით რა. კი ბატონო, მე ვამბობ სულფარამ, ანუ 80% ახალგაზრდობის იყო. ზოგი დაჭერილი და ზოგი პრობაციონერი, ზოგი საერთოდ ესე რომ ვთქვათ, ემიგრანტი არის, დასული არის ჩვენ ქვეყნიდან. 15% ვინც იყო, ანუ ახალგაზრდობა, ანუ არ ქონდა იმის პერსპექტივა, რომ სადმე დასაქმებული იყო. ძალიან უცნაური სტატისტიკაა, ბატონო გიორგი, დამეთანხმეთ, იმიტომ რომ 80% ჩემს სამეგობროში თითქმის ჩემი სამეგობრო და არა მარტო ჩემი სამეგობრო ახალ წელს 1 იანვარს ვნახე ყველანი გამოვიდნენ ციხიდან. ეს დამსახურება არის
ნინც ციხეში გასაგებია თქვენი პოზიცია. არაცეთი არ ყოფილა კრიმინალი. ძალიან უცნაური სტატისტიკა და შენი მეგობრები და მართლა 80% თქვენ პოლიტიკურ გუნდს ყავდა გამოკეტილი ციხეში ახალგაზრდები და ვინ აკავდა თქვენი პროგრამული ნაწილიდან ახალგაზრდებს რაც შეეხება იმასთან დაკავშირებით. დიახ, იცით რა ბატონლაშა, ბატონი გიორგი ბიძინაზე მოყოლილი არის პოლიტიკაში, ანუ სულ ახალია და სავარაუდოდ ბიძინა უკვე წასულია პოლიტიკიდან, ასე რომ ვთქვათ, ბრწყალებში, მაგრამ როდესაც დამთავრდება ბიძინას, ჩვენ ქართველი ხალხი ვარ და მოვედი დამთავრდება და ეპოქა საქართველოში ალბათ გიორგი წავა პოლიტიკიდან, იმიტომ რომ ამის ძალიან ყურება და არც შემდეგ არ იყურება. წეგან უფასო ბაღებზე და ასე შემდეგ, ალბათ არ იცნობს უფასო ბაღებში, რა ხდება ბაღებში, ბავშვი ბავშვს რო აწევს და სატოლები არა აქვს და ასე შემდეგ. უფასო წიგნებზე რა ხდება, რომ აი ჩაბარების დროს ერთი ფურცელიც რო იყოს გაბუჭებული მთლიან საზღაურს იხდის და თქვენ ამიხსენით მესამე კლასელმა ბავშვმა როგორ უნდა შეინახოს მთელი წელი წიგნი ისე რომ ერთი ფურცელიც კი არ დაუზიანდეს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ციხეებს და ბატონმა გიორგიმ 80% ახსენა ახალგაზრდობის მე მგონია რომ ეს სტატისტიკა თავისი მოგონილია და არანაირ რეალობას არ ემყარება და არ ეფუძნება და იგივე თუნდაც სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი რო ახსენა და თან ამავდროულად გულში რომ ფიქრობ რა გვიკეთებია 9 წელი ზუსტად იმ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტით ამაყობს დღეს ბატონი გიორგი რომელიც ჩვენ დროს გაკეთებულია და აფუძნებულია და მომავალში რას აპირებთ თუ ამომრჩევლების უმრავლესობა თქვენს პოლიტიკურ გუნდს დაუჭერს. დიახ, ბატონლაშა, დღეს მე ვფიქრობ ამისთან რაღაცას. შაუმიანის და გორგილაძის კვეთაში რომ დადგეს, იქნება ასე რომ დადგეს, დიახ, ხელისუფლებაში. დიახ. რომ მოიზიდოთ ამომრჩეველი, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა დაგიდგეთ თქვენ პირადად გვერდში. რა გაქვთ ისეთი კონკრეტული პრიორიტეტული თქვენს პროგრამაში რომ მათ დაგიჯერონ თქვენ. ბატონლაშა, მოდი ესე ვთქვათ, დღეს თუ რაიმე ახალგაზრდური თუნდაც გასართობი, თუნდაც ინტელექტუალური, თუნდაც შემოქმედებითი რაიმე სუფევს ქვეყანაში, ყველაფერი ჩვენ დროს დანერგილი არის და ჩვენ დროს დაწყებული არის. ერთი ახალი პროექტი მითხრას. ბატონი გიორგი რამდენად კომპეტენტურია ამ საკითხში არ ვიცი, მაგრამ ერთი ახალი პროექტი მითხრას თუნდაც იგივე სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტიდან, რომლებმაც მოსვლისთანავე დაიწყეს ძველი პროექტების პრეზენტაცია, როდესაც რევას ხარაძე ხელმძღვანელობდა ამ გაყოფილებას, როდესაც თამას ფუტკარაძე ხელმძღვანელობდა ამ განყოფილებას. იგივე პროექტები აქვს და იგივე ტემპით მიდიან და დაუშვათ სიახლე და ნოვაცია არა. სიახლე რა იქნება? ჩვენი სიახლე რა იქნება ბატონლაშა ამ წუთას რო გეტყვი. ჩვენი სიახლე იქნება ის რომ ის შეჩერებული პროექტები ლაშა ბატონო ის დაწყებული საქმეები თქვენ აუცილებლად მოგეცემათ ის დაწყებული საქმეები მე მეგონა დაგავიწყდა ბატონო ერთ-ერთ ვიტყვი ბოლოს როდესაც სანამ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებს წავაგებდით და დაუშვათ იყო მსჯელობა იმაზე რომ სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ჰქონდა პროექტი ყველა სოფელში სოფლის მიმართულების განსაზღვრით თემებში აი რისი სურვილი ქონდა სპორტული მიმართულებით ამ თემებს რო განვითარებულიყვნენ. იყო საუბარი რომ ამ თემში გაკეთდებოდა რაგბის სკოლა, იმ თემში გაკეთდებოდა სპორტული ფეხბურთის სკოლა და პროექტებს ისე ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროექტებს და იმ ყველა იმ პროექტებს რომელიც დაწყებული იყო ჩვენ დროს და დღეს მე ასე ვფიქრობ რომ თუ ახალგაზრდას რაიმე მოწონს ყველაფერი ჩვენ დროს გაკეთებული ამ წელიწად ნახევარზე სამერთმუნეთ რომ კიდე აუცილებლად ჩვენი მიზანი არის რომ რაც შეიძლება მეტი საბავშვობაღი და ის დარჩენილი სკოლები რომელიც ელემენტარულია და მე არ ვიცი ამ მიდგომას რა უწოდო რომელიც გასარემონტებელი არის დაუშვათ 90% სკოლების რეგიონის მასშტაბით არის არემონტებული იმ მცირე რაოდენობის სკოლებსაც კი ვერ ახერხებენ რომ შეარემონტო და პირველი სკოლა ქობულეთში პირველი კიდევ დაწყებული სკოლა ქობულეთში ქობულეთში პირველი სკოლა რომლითაც დღეს მთლიანად რეგიონი ამაყობს ჩვენი პროექტია და ჩვენი დაწყებულია მაგრამ სიამოვნებით გახსნა დღევანდელმა ხელისუფლებამ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა თანაც ისე რომ არც უხვიათ არც უხსენებიათ რომ ვისი დაწყებული იყო და საერთოდ ისევ დაგიბრუნდებით ვახტანგ რატომ უნდა დაგიჭიროთ ბათუმელმა ახალგაზრდებმა მხარი თქვენ და თქვენს მერობის კანდიდატს რა არის თქვენ პროგრამულ ნაწილში ისეთი საინტერესო ჩადებული რის გამოც ახალგაზრდებმა თქვენ უნდა მოგცენ ხმა არჩევნებზე 15 ივნისს დიდი მადლობა საინტერესო კითხვისთვის ბათუმელებმა მხარი
უნდა დაუჭირონ არამედ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ თავად ბათუმს. და ამ შემთხვევაში პირველი ძალა რომ ბათუმი იყოს კარგი, ბათუმი იყოს ახალგაზრდებისთვის ასე რომ ვთქვათ ხელმისაწვდომი, უნდა დაუჭირონ ხარი კოჩა გუგუნავას და რატო? იმიტომ რომ კოჩა გუგუნავას პროგრამაში, საქართველოს გზის პროგრამაში განწერილი არის ესე, რომ ახალგაზრდებს ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში მერიამ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ადგილობრივ თვითმმართველობა საზოგადოებასთან უნდა იყოს შეწყმული, რომ ახალგაზრდებს მიაქციონ ყურადღება. ჩვენ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება, ასე რომ ვთქვათ, კოჩა გუგუნავა არავის არ აძლევს დაპირებებს, ის ამბობს, სიტყვას ამბობს, ქალაქელი კაცია, ბათუმელი კაცია, მისი სიტყვა ფასობს ამ ქალაქში და ეს ჩვენმა ოპონენტებმაც იცის, ის ამბობს, რომ შეუქმნის ახალგაზრდებს პირველ რიგში. აი თუნდაც მე დავდივარ ხშირად ბატონი კოჩა გუგუნავა შეხვედრებს და იქ ხედავ ეს პრობლემას ბავშვებისთვის, ახალგაზრდებს. ეს პრობლემა არის არანაირი ის სათამაშო ადგილები არა, მაგალითად ბავშვებს არ აქვს სკვერები, კი არის რაღაც თქმა უნდა რომელიღაც უბნებში არის ჭარბობს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმ უბნებში, რომელი უბნებიც არის ცენტრი, ეს უნდა იყოს ჭაობში, იმიტომ რომ კოჩა გუგუნავას პროგრამაშიც ასე რომ ვთქვათ განწერილი აქვს ის, რომ ბათუმი იწყება და ბათუმის აღშენებლობა, ბათუმის ინფრასტრუქტურა უნდა დაიწყოს ჭაობიდან. რომ ჭაობით შედის ბათუმში, არა მარტო ჭაობი, ქალაქგარეთ მაგალითად ის უბნებიც, ის ადგილებიც, რომლებიც გააფართოვეს და მიაწერეს ბათუმს, ვფიქრობ საინტერესო იქნება და ამას ახალგაზრდები რა თქმა უნდა დადებითად შეხედავენ და შეხვდებიან ჩვენ პროგრამას ვასმოთ ყველა ახალგაზრდას და მთავარს ვიტყვი. მთავარი მდგომარეობს იმაში ჩვენი პროგრამა რომ შეიქმნება ასე რომ ვთქვათ სათამაშო სტადიონები, აი არის სტადიონები, მაგრამ უკვე განადგურებულია ისინი, იმიტომ რომ რაც რო ააშენეს, იმის შემდეგ დიდი ხანი გავიდა. არა მარტო სტადიონები, შეიქმნება ინტელექტუალური κλუბები, ბევრი რამე შეიქმნება, გაკეთება ბევრი რამე, ისე ახალგაზრდა შეიძლება. და რას გულისხმობთ? დიახ. როგორ ვერ გავიგე? რას გულისხმობთ ინტელექტუალური კლუბის შექმნა? ინტელექტუალური კლუბის შექმნა გულისხმობს მაგალითად ჩატარდება იქ. თამაშები იქნება, აზრი მოეცემა ახალგაზრდებს და არ იქნება ბირჟაზე ახალგაზრდები. არ იქნება მოშორდებიან ამ ბირჟას, ასე რომ ვთქვათ და ინტელექტუალური კლუბი გააკეთებს იმას, რომ ახალგაზრდები უფრო ერთმანეთთან იქნებიან. ასე რომ ვთქვათ, ისაუბრებენ ისეთ თემებზე, რომელიც ჭირდება ქალაქს აღშენებლობისთვის და არა რაღაც უცნაურ თემებზე. შეიქმნება სათამაშოები, მაგალითად, რასაც როდის ესეთ ინტელექტუალური კლუბები იქნება, თუ ბევრი რამ იქნება, რაც ჩვენს მოსახლეობას თამაშებზე აკეთებთ აქცენტს ხო? როგორ? თამაშებზე აკეთებთ აქცენტს. გასაგებია. თამაშებზე რა ბოდიში დავამატებ თუ შეიძლება, აქ არც ერთმა ჩვენ ოპონენტმა არ ახსენა ის რომ თამაშებზე აქცენტს არ ვაკეთებ ჩვენ. თუ შეიძლება დავამთავრებთ. ძალიან მალე. მე ჩამოგიყალიბეთ ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენ. ვიცით ვახტანგს რომ და ახალგაზრდებს დაინტერესებს. შეიქმნება სპორტული გამოჯანსაღებელი ასე რომ ვთქვათ დარბაზები. კი ბატონო, კარგია, პლაგიატობაც კარგია, ხანდახან, მაგრამ ვიტყვით რაღაცას რომ ძალიან მალე ბათუმში რატომ ფიქრობთ რომ ეს პლაგიატობა ხელისუფლების აზრუნავი? არა, ალბათ ძალიან ხშირად დაკვირდება ბატონი ვახტანგი ჩვენ შეხვედრებს, სადაც ბატონი გიორგი ერმაკოვი ატარებს შეხვედრას მოსახლეობასთან აგიტაციას. ისე რომ იცოდე მოწინააღმდეგე უნდა იმას რომ რამდენიმე ძალიან მალე როგორც გიორგი ერმაკოვი აკვირდება კოჩა გუგუნავას შეხვედრას და თავისივე მანქანის გადაადგილება ისე როგორც კოჩა გუგუნავას შეხვედრას. სადაც იქნება ძალიან კარგად გაკეთებული, ჩვენ პროექტი შეგიძლიათ მიბრძანდით და ნახავთ. წინ უდევს აი ეს ზუსტად ბატონ ოთარ ფედიჭკეს. რა პროექტი? საფეხბურთო ბატონებმა რომ გამოაცალეს ძირი თავიდან ბოლომდე დინამო სტადიონს და იქ რომ კარგია, რა თქმა უნდა, სასტუმროები ძალიან კარგია, მაგრამ უნდა ყოფილიყო ისეთი გამოჩანსახებელი, ესე ვთქვათ, სპორტული ინფრასტრუქტურა გაკეთებული, სიტყვაზე ვთქვათ, როგორიც იქნებოდა ფეხბურთი, სადაც ითამაშებდა ბათუმელები ფეხბურთს. მივხვდი მე შენ რას გეუბნება ახუნა და შენ ძალიან კარგად გახსოვს მე მგონი ფეხბურთზე როგორ აკეთებდი ძალიან სერიოზულ აქცენტს, როდესაც ბატონ ოთარ ფედიჭკინთან ერთად გამოსვლას ატარებდი, ესე რომ ვთქვათ, ქალაქში და არა მარტო ქალაქში, ყველგან. და სტადიონი რო დაგვირდა თქვენმა ხელისუფლებამ და არ გვაქვს ეს არაფერი? სტადიონი ამ დროისთვის მე როგორც პოლემიკა ძალიან მომცემი არ არის თამაზისთან მინდა იგივე შეკითხვით გადავიდე თამაზ რამდენად არის თქვენი პოლიტიკური გუნდის წინასაარჩევნო პროგრამაში ჩადებული ახალგაზრდული თემები და უშუალოდ ის რასაც თქვენი გუნდი პოლიტიკური ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში ან მაჟორიტარი კანდიდატების ქალაქის მერის მოსვლის შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის გააკეთებს.
მადლობა კიდევ ერთხელ კითხვისათვის. ჩვენი თავი პრიორიტეტია ის, რომ პირველ რიგში სტუდენტობას ჭირდება ძალიან დიდი დახმარება. ბევრი არის სტატუს შეჩერებული. მე ახალგაზრდობას არ აქვს გასართობი არც სტადიონი, ძველი აშენებული ამორტიზირებულია. არ არის დიდი სტადიონი, რომელსაც ბათუმს აუცილებლად ჭირდება. მე საბავშვო ბაღები არ არის. არ ეტევათ ბავშვები, უნდა დაიგეგმოს და ავაშენოთ უნდა ახალი საბავშვო ბაღები. მე რაც შეიძლება ძირითადი ყურადღება გავამახვილო მინდა ნაციონალების დროზე. თვითმმართველობაში ვინც იყო უნივერსიტეტში, ყველა ის ბავშვი დადიოდა ექსკურსიას. არცეთ სოციალური ბავშვი. ხო, ანაკლიაშიც ექსკურსია. ყველგან ეს ნაციონალების დროზე ეს ასე იყო. გადახედოთ თუ როგორ არის ამ აი ის ნაციონალებზე ამბობს შეკითხვას და გიორგი პასუხობს. არც თქვენგანს არ უხსენებია ის რომ ახალგაზრდების რაღაც პოლიტიკაში ჩართვას არ მოემსახურება თქვენი კანდიდატები, ქალაქის მერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველთვის ისმის ეს რომ ახალგაზრდების რაღაც ძალდატანების, იძულების წესით ხშირ შემთხვევაში ოპონენტები ერთმანეთს ყოველთვის ამას ეუბნებიან, რომ ხდება ახალგაზრდების ამ კუთხით დაუშვათ შემოკრება. იცით რა ბატონო ლაშა, ცოტა მე არ მესმის რას ნიშნავს ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართვა და ასე შემდეგ. პოლიტიკა ისეთი სფეროა, ადამიანს უნდა გაინტერესებდეს, უნდა კონდეს შეხედულება და პოლიტიკაში ჩართულობა არის გულისხმობა. ჩვენ ჩართულობაში ალბათ ადგილობრივი თვითმმართველობის მაშინ როდესაც პარტიის წევრები მიდიან მხოლოდ როგორც თქვენი ოპონენტი ამ წუთებში გეუბნებოდათ, იგივე ექსკურსიაზე ბანაკებში და ასე შემდეგ. მაგაზე რა თქმა უნდა მე მაქვს ჩემი პასუხი და თქვენი პარტიის მიმართ კი არის მის იგივე დაუშვათ პრეტენზიები აქვს ოპოზიციას ახლა ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. ბატონლაშა, ერთი არის ის რომ კარგი არის რომ შემახსენეს ის ბანაკები და ის გასართობი ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილი იყო და ხორციელდებოდა ჩვენი ხელისუფლების დროს ახალგაზრდებთან მიმართებაში, მაგრამ მეორე არის ის რომ ვერ დავეთანხმები ნამდვილად იმაში რომ შერჩევით მიდიოდა იქ და ჩვენი პოლიტიკური აქტივი მიდიოდა და ასე შემდეგ. არა, უპირველეს ყოვლისა ეს პროექტები ემსახურებოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს და ასე შემდეგ, მაგრამ ბატონ თამაზი ალბათ გულისხმობს და მხედველობაში ღებულობს იმას, რომ დაუშვათ ერთ წასვლაზე ვერ მოხერხდა ყველა სოციალურად დაუცველი ბავშვი წასვლა და შემდეგ ის ბავშვი სადღაც შეხვდა და გამოთქვა პრეტენზია, რომ მე ვერ წავედი და აქედან აკეთებდნენ დასკვნებს და ასე შემდეგ. მე მაშინ უფრო მეც ვიტყოდი, რომ როდესაც ასეთ ბრალდებებზე არის საუბარი, რომ თითქოს ჩვენი პოლიტიკური აქტივი ემსახურებოდა ამ ყველაფერს, მაშინ ბატონ ლაშას ბატონ თამაზ შეუძლია კონკრეტული ფაქტებით ილაპარაკოს. მე უფრო მეც გეტყვი. ქოგულეთში მე ხელმძღვანელობდი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებას. 2 თვეა უკვე აღარ მუშაობ იქ. ეს პროექტი ეს ახალგაზრდობის ამოსულიყავით თუ დიახ, პოლიტიკური აქტივობაში, როდესაც დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, საჯარო სტატუსი მძღუდავდა და დავალია ქოგულეთში. ამოვედი როგორც გიორგი წამოვიდა, მისინებით ისე წამოხვედი თქვენ, ხო? ბატონო? როგორც გიორგი წამოვიდა, ამბობს რომ მისინებით წამოვიდა სამსახვიდან, ისე თქვენი ვენებით წამოხვედი თქვენ, ხო? კი, მე ნამდვილად ჩემი ნებით წამოვედი, ჩემოვახო, იმიტომ რომ ხელისუფლების სრულების შემდეგ იქ ცოტა ისეთი გარემო შეიქმნა, რომ ნამდვილად აზრი არ ქონდა გაჩერებას და გეტყვით ახლა რატო. ეს ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებები შექმნილი არის ჩვენი ხელისუფლების დროს, რომელიც 5-ვე მუნიციპალიტეტში მოქმედებს და ამ განყოფილების საშუალებით 5-ვე მუნიციპალიტეტს კიდე ერთი ახალგაზრდებისთვის საჭირო ორგანიზაცია დაემატა. ჩვენ გვქონდათ აფინანსება, რომელიც უნდა ყოფილიყო მზარდი, მაგრამ სამწუხაროდ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც შეიცვალა ქობულეთში გამგეობა და ასე შემდეგ, იყო იქ პირდაპირი მითითება იმაზე, რომ არა ჩვენ არ გვაინტერესებს როგორ ვთქვა ეს სტინგიცი ახალგაზრდების და ასე შემდეგ და შეამცირდეს ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების ბიუჯეტი. მაშინ ჩვენ ისა ბატონო გონდო სპორტის ჩვენ ერულთა და საზრიანთა ის მიმდინარეობდა. არა, ერულთა და საზრიანთა გამოთქმის საშუალება შეჯიბრება მიმდინარეობდა აჭარის ჩემპიონატი და მე გუნდი ძალიან მოკლედ ვიტყვი და მე გუნდი რო ჩამოვიყვანე ქობულეთიდან. მაშინ 2012 წლის არჩევნებამდე არ ვიცი ეხა თავისი რეპით თუ ასე შემდეგ ბერა ცოტა წაიცვეტებდა ესე რომ ვთქვა ჭალებში და ჩემ ბავშვებს ბერას მაისურები ეცვათ.
მაშინ აქ ახდება უკი, მაგრამ ესე ხუმრობით რა, ყველა იმაში ყავსო ოპოზიციაში ქობულეთში მე ვუნებოდი რა შუაშია ოპოზიცია და პოზიცია მე ვარ საჯარო მოხელე და ვემსახურები ყველა ბავშვს განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა თორე პოლიტიკური აქტივი ეხლა სკოლის ასაკში რატო უნდა დაინახო მე მიგვირს მაგრამ პოლიტიკური შეხედულებისა და ვემსახურები ეს არის ჩემი პირდაპირი მოვალეობა ამიტომ მე მინდა უთხრა ეხლა ბალონ თამას რომ გამორიცხულია ესეთი კითხვაც სწორედ ამას შეეხება და ვახტანგ თქვენ გინდოდათ აზრის გამოთქმა იქნებ მოკლედ უპასუხოთ ბონდოს და შემდეგ უკვე შემდგომ კითხვაზე გადავალ რა. ბონდოს უპასუხებ ერთს რომ მან ბრძანა რომ ახალგაზრდა დეპარტამენტში ასე ვთქვათ ბიუჯეტი შეამცირეს და მე მას ვეთყოდი იმიტომ შეამცირეს ბონდო რომ ახალი ჯიპები ეყიდათ ესაა ჩემი ასე ვთქვათ და უფრო კომფორტულად ყოფილიყვნენ ის ჩინოვნიკები რომლებიც დღეს არიან ის თანხა ერთი თუ შეიძლება რა დავახო რომელიც ის თანხა რომელიც ნაწილდებოდა არასწორად და აუცილებლად უნდა უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს ამ მომჭებოდა ღონისძიებაში ისე ვთქვათ მიზერულად სიტყვა ვთქვათ 1000 ლარი და 10000 ლარი რომ მიხარჯებოდა საღამოს ივენტზე აი მაგიტომ შეიძლება ანუ გიორგი კითხეთ ბავშვებს არასწორად იხარჯებოდა ეს ფული თუ სწორად იხარჯებოდა მათთვის საჭირო ღონისძიება კეთდებოდა თუ არ კეთდებოდა ბავშვებმა თვითონ გამოჩახედული სპორტის და დეპარტამენტის პროექტებში ადმინისტრაციული ყოველი შემთხვევაში ყველაფერს არ დავიზაბოთ თუ შეიძლება რა მე ვითვალისწინებ ახალგაზრდების აზრს ის 10000 ლარი შეიძლება მოხმარდეს იმ ღონისძიებას მაგრამ ის 1000 ლარი შეიძლება მოხმარდეს იმ საღამოს ივენტს გასაგ ეს ყველამ ვიცით ხო 2x2 4-ია ესე არის მე მინდა ბატონ თამას უთხრა რომ უნივერსიტეტში დაახლოებით 2-3 თვის უკან 650 კაცზე მეტი წავიდა თბილისში. როდესაც მამა გაბრიელი სამოსონება იყო საფლავიდან. მოსანახულებლად, ანუ ნეშტის. აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ნაციონალების დროს ნამდვილად იყო შერჩევა ნებისმიერ ასპექტში, აი, ღონისძიება გომარდულში იქნებოდა სამტრედიაში, საფიჩხიაში, ნებისმიერ ადგილზე საკუთრების გადაცემა. თქვენი საყვარელი ის არის ჩაკითხვა. შეგიძლიათ ჩამეკითხოთ, თორსა დავამთავრებ. დღეს არირჩევა ბატონო ნაციონალური მოძრაობა საერთოდ განსხვავდება თუ გაინტერესებს ნებისმიერ გასაგები არაფერი არ ესმის ამიტომ მივცეთ ერთმანეთს აზრის გამოთქმის მე ჩემი თავის წევრი ვიყავი და აქედან გამომდინარე მე ვხედავდი თუ როგორ მიდიოდა ახალგაზრდების შერჩევა მიზან მიმართულებით და მე და შესწავლებდნენ გიორგი ის რახანს იფარებდა თავზე 5 ნომრიანი მას კარგად გვახსოვს ბეშუმში როგორ დაყავდა და ბიძინა ივანიშვილს როგორ დაყდა მარშრუტკებით აყვანილი ახალგაზრდები. მოდი მაგაზე მეგეთი გიორგი თუ შეიძლება. ძალიან შეიძლება იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი ბატონ რეზო ხარაძეც გაავლო ხაზი ძალიან კარგად ვიცი ბატონი რეზო ხარაძე როგორ გაკვეთილებს უტარებს ახალგაზრდებს რომ ყველა ახალგაზრდა თითქმის ვისაც მაქვს სურვილი აქვს რომ გამოთქვას 5 ნომრიან ახალგაზრდად გადააქციოს. ამაზე არ მინდა ლაპარაკი. რეზო ხარაძის პროექტი საერთოდ არ არის. გიორგი ეს კარგი მათივიდა მარტა ნუ ვსარგებლობთ იმით რომ ვახო არის მეორე სტუდიაში ვახო გისმენთ აზრის გამოთქმა გინდოდათ ბატონ ლაშა ერთი წუთი რა ერთ კითხვას დავუსვამ ბატონ გიორგის გიორგი ბრძანა რომ 650 ბავშვი წავიდა თბილისში 650 ბავშვზე მეტი კითხვა როგორ შეირჩა ეს ბავშვები აბა გამოვიდა თვითმმართველობა მე როგორც ვიცი თვითმმართველობა არანაირი კონკურსი ერთი წუთი თვითმმართველობამ გამოაცხადა ჩვეულებრივად რომ ვისაც სურვილი ქონდა ყველა წავიდა აბსოლუტურად ვისაც სურვილი ქონდა ჩემო გიორგი ასე რა ჩემი მეუღლე არის სტუდენტი ამჟამად სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახიდან ქონდა სურვილი რომ წასულიყო რატო ვერ წავიდა მაშინ არ იყო ქართული ოცნების ეთყობა გიორგი ელნაკოვის ხარჯაჭერი არის რა გეტყვი ერთ რაღაცას რა თუ შეიძლება ალბათ არ იყო უბრალოდ ჩაყენებული საქმის კურსში თორე მე როგორც ვიცი დღესდღეობით ძალიან ვიდასი ბავშვი იყო ესე იგი საქმის კურსში და ძალიან აქტიური და დამოუკიდებელი თვითმმართველობა ყავს თუ გაინტერესებს დღესდღეობით შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თითოეული სტუდენტი, არც ერთი სტუდენტი მაშინ ვის დავაბრალოთ ეს რომ არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ პარტიებში. ბატონო ინფორმაციას ინფორმირება როგორ მოხდა ადამიანების, როდესაც იქ მიდიოდნენ. ჩვეულებრივად თვითმმართველობა არსებობს უნივერსიტეტში და თვითმმართველობამ გამოაცხადა რომ აი ამა და ამ დღეს ამა და ამ საათზე გავდივართ უნივერსიტეტში. საათ გამოაცხადა გაზეთში დაიბეჭდა უნივერსიტეტში. გასაგებია. თამას შემდეგი შეკითხვა მექნება შენთან რამდენად არის თქვენი პოლიტიკური პარტიის
ბათუმის სიაში წარმოდგენილი პროპორციულ სიას გულისხმობ ახალგაზრდები და იგივე შეკითხვა მექნება ყველა თქვენთაგანთან და იქნებ შენ დაიწყო ამას საუბარი და როგორ ფიქრო 3 წუთი გვაქვს სულ დარჩენილი ამიტომ ძალიან მოკლედ ვისაუბროთ თუ შეიძლება ამას გისმენთ პროპორციულ სიაში თიმა ჭეიშვილი ახალგაზრდა პიროვნება რამოდენიმე პიროვნება კიდე ახალგაზრდა მანდილოსნებიც არიან აქტიურად არიან საარჩევნო კამპანიაში ჩართული და ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებზე გავიმარჯვებთ და გამარჯვების ყველანაირი შანსი გვაქვს. მე მინდა ჩვენს ამორჩევას მივმართო. თხოვო, გააკეთეთ სწორი არჩევანი და შემოხატეთ ნომერი 3, სამივე ბიულეტენში. გასაგებია, ვახოთ დაამატებთ რამე ეს? კი, როგორ არა. ჩვენს პროპორციულ სიაში ბევრი ახალგაზრდა, მოდი დავიწყებ მე ამას გეკითხებით თქვენ, იმიტომ რომ თქვენ განაცხადეთ თავიდანვე რომ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდით, დღეს იყავით გოჩა გუგუნავას მეგობარი, გახლავართ მე. ხო, მაგრამ თორემ ისე ბურჯანაძის მხარდამჭერი. დავასრულოთ ძალიან ხო ჩვენ გადავაჭარბეთ დროს წინ საინფორმაციო გამოშვება გველოდება. ნახევარი წუთი რო ისარგებლოთ ამ დროით. ჩვენს პროპორციულ სიაში არის ბევრი ახალგაზრდა, პირველი ეს არის ის პირველი ნომერი სათავეში, ბატონი გიორგი კაკაბაძე, შემდეგ სალომე ჟღინტი, ბატონი ირაკლი ირემაძე არის ისეთი ახალგაზრდები და ამავდროულად რო ჩავეტიო ამ ნახევარ წუთში კიდევ ჩვენ გენდერული ბალანსით დაცული გვაქვს ლაშა ბატონო. ძალიან და მე ჩვენს მოსახლეობას არაფერს რა თქმა უნდა არ ვპირდები. გავიმეორებ ბატონი გოჩა გუგუნავას სიტყვებს, გოჩა გუგუნავა აძლევს მოსახლეობას სიტყვას, რომ გააკეთებს იმდენს რა თქმა უნდა რამდენიც იქნება მის კომპეტენციაში. და დღეს მერიაში თვითმმართველობაში არის არაკომპეტენტური ხალხი, რომლებმაც არ იციან რა უნდა აკეთონ. საქმე იმაში ფული დევს, არის ფინანსები. გასაგებია, ჩვენ ისე უბრუნდებით იმ საუბარს, რითაც დავიწყეთ გადაცემა, გიორგი, თქვენ შემთხვევაში რა ხდება? დიახ, გეტყვით, ეხლავე ჩვენთან პირველ ნომრად არის ჩასმული ახალგაზრდა პოლიტიკოსი ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც არის ჩვენი შტაბის უფროსი. ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი. მე არ გაწყვეტინებდი, მე მგონი ჩემი. არა, და ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი. მივცეთ საშუალება გიორგის, რომ ისაუბროს. ირაკლი მიქელაძე 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც არის მაჟორიტარი აეროპორტის დასახლებაში. ლევანი კინწურაშვილი, ფონი გარადოკი, ბენზისა ბარცხანა და ყავს ერთი სტუდენტი. ეს არის აკაკი გვიანიძე. მე მინდა სტუდენტებს მივცე მაგალითი. ყოფილი ნაციონალი. მე მინდა სტუდენტებს ერთი წამით რა ყოფილი ნაციონალი არა. ანუ გაგოპორტირებული ნაციონალი აგერ მიზის გვერდზე და კაცი ამბობს რომ ნაციონალი ვარ. ისა გააგზავნეთ გიორგი და დაასრულეთ რა ძალიან ყავს ახალგაზრდები პროფესორებიც რა თქმა უნდა ჩვენთანაც რა თქმა უნდა არის გენდერული ბალანსი დაცული. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა და თითოეულ ახალგაზრდას. 41 ნომერი იმიტომ უნდა შემოხაზოს 15 ივნისი რომ ჩვენ საქართველოში ხალხს დაუბრუნეთ თავისუფლება. ჩვენ ახალგაზრდობას მივეცით იმის საშუალება რომ იგრძნოთ თითოეულმა ახალგაზრდამ ქუჩაში იქნება, უნივერსიტეტში იქნება, სახში იქნება, არაფრის შიში არ ქონდეს. გასაგებია, ბონდო, თქვენ შემთხვევაში რა ხდება ძალიან მოკლედ. ძალიან მოკლედ ვიტყვი, ბატონო ლაშა, გადავაცილებ არ მესმის თავისუფლება დაბრუნებული და ქუჩის და შიშის ფაქტორზე და ასე შემდეგ ბატონი გიორგი ასე ხმამაღლა რატო აპელირებს. მე მინდა ვთქვა, რომ ქუჩაში რომ ადამიანის და ახალგაზრდის გამოჩენა შიშის გრძნობას არ იწვევდა და შეშინებულები არ იყვნენ, ეს სწორედ ჩვენი დამსახურებაა. თორემ დღეს იმ შექმნილი სიტუაციიდან, როდესაც ასე გაიზარდა კრიმინალი და ამდენი პატიმარი ერთად რომ გათავისუფლდა განურჩევლად და მე პოლიტპატიმები ერთთან ბოდიში მომიხდია, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ 250 პოლიტპატიმარი რო გამოუშვეს, 250 პოლიტპატიმარი თუ ყავს კანდიდატებთან და კი ბატონო, სიაში ჩვენ ყავს ახალგაზრდები, დიახ, ჩვენი სიის ძირითადი ნაწილი დაკომპლექტებული ახალგაზრდებით. მე გახლავართ სიის მეორე ნომერი ბოდიში. მეორე ნომერი ჩვენთან სიის ძალიან კარგ ნაწილში ასე რომ ვთქვათ გამსვლელში ჩვენ რო ვარაუდობთ ქალბატონებიც არიან, გენდერული ბალანსი დაცულია, ახალგაზრდული ახალი სახეები გვყავს და რაც შეეხება მიმართვას მაყურებლებზე თუ რატო უნდა დაგვიჭიროს მხარი, ჩვენ მე ვიტყვი ერთ რაღაცას რომ ჩვენ მხარი იმიტომ უნდა დაგვიჭიროს ახალგაზრდებმა, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც საერთოდ ამ ხელისუფლებამ აგვართვა და ბატონი ჩავლეიშვილის გამერების შემდეგ
ათვალიერებდნენ რომელ ოთახში დაждდებოდა ბატონი მერი და საიდან მართავდა ბატონს და ასე შემდეგ. ჩვენ იმიტომ უნდა დაგვიჭიროთ ხარი საზოგადოებამ რომ ჩვენ გავაგრძელოთ ყველა ის ახალგაზრდული პროექტები რომელიც ჩვენ დროს იყო დაწყებული და მთავარი ბატონო ლაშარაზეც გული მწყდება. ჩვენ იმიტომ უნდა დაგვიჭიროს ახალგაზრდებამ ხარი რომ დღეს დიცში სადაც საზღვარი ოკუპაციის საზღვარი ნაბიჯ რომ მიწევს ასე გამოდის რომ სოციალური ოკუპაცია ასე გამოდის ბატონლაშა ერთი წუთი ეს რო ვთქვა არ შეიძლება ასე გამოდის რომ იქ მარტო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი დადის და ის ახალგაზრდები რომელიც პოლიტიკურ სფეროს დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავით ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრები მე მაყურებელს შევახსენებ რომ არჩევანის დრო ხვალ 15 საათზე დაბრუნდება სპეციალური გამოშვებით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმრები იქნებიან ქალაქ ბათუმისა და ქალაქ ობულეთის მაჟორიტარი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატები მე გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ